გამარჯობათ, დღეს განვიხილავთ ბინების ფუნქციურ თავისებურებებს. დეველოპერებისთვის განკუთვნილ ინდუსტრიულ სერვის სისტემაში G+CRM-ში. ამჟამად ვიმყოფებით ჭადრაკის დაფის სამუშაო ფანჯარაში, სადემონსტრაციო ობიექტის რიგის მაგალითზე ვხედავთ, რომ ეს ჭადრაკის დაფა ბოლომდე შევსებული არ არის. რაც ხილულია იმ გამოტოვებული უჯრებით, რომლებიც აღნიშნება პლუსის სიმბოლოთი. ზოგი ინფორმაცია კი უკვე შევსებულია, ასეთ ჭადრაკის დაფასთან შესაძლებელია მუშაობა. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ბინების თავისებურებები. ბინების თავისებურებები არის დამატებითი ფილტრი, რომელიც გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის ჩართულია სისტემის პარამეტრებში. მაგალითად, ამჟამად ჩართულია ასეთი თავისებურებები, როგორიც არის ტერასა. როდესაც ავირჩევთ ამ თავისებურებას ტერასას, გამოჩნდება მხოლოდ ტერასის ფილტრით არჩეული ბინები. 601, 602 და 603, რომლებიც მოთავსებულია მე-6 სართულზე. თუ შევცვლით არჩევანს და მაგალითად ავირჩევთ პენტჰაუსის ბინებს, გამოჩნდება მხოლოდ პენტჰაუსის ტიპის ბინები 801, 802, 803 და ასე შემდეგ. სისტემა მუშაობს ბინის პარამეტრების შესაბამისობის მიხედვით. ანუ თუ ავირჩევთ პენტჰაუს, მაშინ მონიშნული იქნება მხოლოდ პენტჰაუსის ტიპის ბინები. ახლა განვიხილოთ, როგორ დავამატოთ ბინის ახალი თავისებურება. ამისათვის საჭიროა ადმინისტრატორის ან თანამშრომლის უფლებები, რომლებსაც შეუძლიათ ჭადრაკის დაფის და პარამეტრების რედაქტირება. მაგალითად, დავამატოთ ახალი პარამეტრები ბინის თავისებურებაში. ვხსნით განყოფილებას პარამეტრები და ვამატებთ ახალ ელემენტს ველში ერთეულის მახასიათებლები. მაგალითისთვის დავწეროთ მაღალი ჭერი. შემდეგ ვინახავთ ცვლილებებს. თუ გვინდა ბინის ფილტრაცია ამ ახალი თვისებით, მაგალითად ავიღოთ ბინა 1001, ვხსნით ჭადრაკის დაფის რედაქტირების რეჟიმს და ვუთითებთ ამ ბინის მახასიათებლებში, რომ ამ ბინას აქვს მაღალი ჭერი. შემდეგ ვინახავთ ბრუნდებით ნახვაში და როდესაც ავირჩევთ ერთეულის მახასიათებლებში მაღალ ჭერს, სისტემა ავტომატურად გვიჩვენებს იმ ბინას, რომელსაც აქვს ეს თვისება. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ბინა ნომერი 1001 მე-10 სართულზე. ბინის თვისებურებების ფილტრი ჭადრაკის დაფაში აძლევს გაყიდვების მენეჯერს შესაძლებლობას სწრაფად იპოვოს ბინები სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, პანორამული ხედი, მაღალი ჭერი და ასე შემდეგ. ასე მენეჯერს აღარ სჭირდება იცოდეს ზუსტად ბინის მდებარეობა ან ყველა დეტალი. როდესაც მომხმარებელს სურს მაგალითად დიდი აივნით ბინა, მენეჯერი მარტივად ახდენს ფილტრაციას და იღებს შედეგს, რომელი ბინაა თავისუფალი და რომელი გაყიდულია. მადლობა, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.